თქვენთან მექნება კითხვა და რა თქმა უნდა ყველასთან გადავალ შემდეგ თქვენ როგორ ფიქრობთ როგორც ყოფილი პოლიციელი უკვე ყოფილები არ არსებობ ყოფილები არ არსებობ მაგრამ კარგი პოლიციელი როგორც პოლიციელი როგორ ფიქრობთ აი ამ თემასთან დაკავშირებით მუნიციპალურ დაყოფასთან დაკავშირებით ხომ არ შეიძლება რომ ამან მოიტანოს თქვენ წარმოგიდგენთ ესეთი მცდელობა იყო 91 წელს თუ მახსოვდება არ მღალატოს მე თბილისში შექმნეს რამდენიმე დანაყოფი და მას დაარქვეს მუნიციპალური პოლიცია ცალკე გამოყვეს მაგრამ საგამოძიებო ფუნქციები პროკურორის აპროკურორის ზედამხედველობა იმდენად ვერ დაალაგდა რომ ეს ჩანასახშივე ჩაიშალა ეს ამ კანონპროექტს ორი სიტყვით რომ შევეხოთ კიდე ესე იგი გარდა თქვა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მუშაობის წყლოვანება ხო 6 წლით ნიშნავენ მას პარლამენტი ირჩევს მაშინ როდესაც პრეზიდენტს ირჩევენ 5 წლით 4 წლით თქვა პარლამენტი რატო კითხვა იბადება ხო რატო უნდა აირჩიონ 6 წლით უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი რომელსაც როგორც ძანეს ამხელა ის აქ ხელში ხო მართალი ვარ და უამრავი კითხვა საბჭოთა კანონიდან პოლიციის შესახებ ამ დღევანდელ კანონპროექტში თქვენ ნახავთ დანიშნვის და განთავისუფლების ზუსტად ტრაფარეტულ ფორმებს როგორიც არის რეორგანიზაცია და განთავისუფლება პოლიციელების თქვა თუ უსაფრთხოების თანამშრომლების ლიკვიდაცია თქვა რომელიმე დანაყოფის და ამით განთავისუფლება და ეს კანონპროექტი ცუდი კანონპროექტია მე გეტყვით ასე ვთქვათ ჩემი და ჩემი მეგობრების რეცეპტს რასაც პოლიციელები საკუთარი გამოცდილებიდან და შემხებლობიდან გვაქვს იმიტომ რომ ამ სიღრმისეულად რო განვიხილოთ ჩვენ ეს არც ფორმატი არ ეყოფა და არც აზრი არ ექნება ეს არის თლიანად გადასამუშავებელი წარმოუდგენელი ეს არის კანონი პოლიციის შესახებ გალამაზებული და მორგებული პოლიტიკური ნებით რაღაცაზე და ვიღაცაზე და რასიზა მე გასაგებია ეხლა რაც შეეხება რა უნდა გაკეთდეს პირველი თუ გვინდა ერთხელ და სამუდამოდ ამ სახელმწიფოში შეწყდეს ეს პოლიციის რეფორმირება და დასრულდეს პოლიციის მუშაობაში ხელების ფათური სხვადასხვა პოლიტიკოსების თუ პირების მიერ არის პოლიციის დეპოლიტიზაცია მაქსიმალური. პირველი, პოლიცია უნდა იქნეს დეპოლიტიზირებული. მეორე, გადასახედია სასწრაფოდ ის კატასტროფული საკადრო პოლიტიკა. მესამე, ბატონმა გიორგიმ გაამახვილა ყურადღება. ყველა პოლიციელს, რიგით პოლიციელზე მაქვს მე მხედველობაში საშინელ პირობებში უწევთ და არამართლზომიერად იყენებენ დღეს მათ ესე ვთქვათ სამუშაო საათებს. ყოველწლიური მზარდი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს სულ ქვეყანა რო ექცეოდეთ თავზე ეკონომიკურად ჯარისკაცს და პოლიციელს. მეოთხე, პრემიალური ფონდები ხელმძღვანელმა კი ბატონო გააკეთა უსერიოზულესი საქმე გამოუწერეთ 5 გნებავთ 10000 ლარი, ხო? გამოავლინა რაღაც აგენტურული ყველა რიგით პოლიციელმა უნდა იცოდეს რომ თავისი მუშაობიდან გამომდინარე თვეში მიიღებს 300 და 500 ლარამდე მაინც. მეხუთე, სოციალურად დაცული უნდა იყოს პოლიციის ოჯახის, არ უნდა ფიქროდეს იმაზე რომ მას გამოასახლებენ, გაასახლებენ რაღაც უბედურებაში ან შვილის სწავლის ფულს ვერ გადაიხდის. მეექვსე, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს პოლიციელის ღირსების დაცვაზე. თუ პოლიციელი არ არის დაცული, ის ჩვენ უფლებებს ვერ დაიცავს. ეს არის აქსიომა ყველა სახელმწიფოში და არა ჩვენთან. და მეშვიდე უკანასკნელი ვასრულებ, სახელმწიფომ უნდა მოახერხოს და იზრუნოს პოლიციის პოპულარიზაციაზე საზოგადოებაში. თუ ამას არ გააკეთებს სახელმწიფო და ესეთი კანონპროექტები შეეცდება პოლიციის რეფორმის გასაღება საზოგადოებაზე, იმაზე